შეიძლება მობრძანდი თქვენს კეთილი იყოს შენი ფეხი. მეტაფორა ქვია აქაურობას. მეტაფორა ქვია აქაურობას, რომელიც ჯერ არ გაგვიხსნია და ასე. ჩვენთვის გახსენით დღეს? დღეს თქვენთვის გავხსენით. კოუჩინგი, ფსიქოთერაპია, ეს ყველაფერი ახსენე, რაც ასევე შენი პროფესიის ნაწილია. მოდი განგვიმარტე. აი ყველაზე შესაწყისი აზრობრივად რას ნიშნავს კოუჩინგი, რა კავშირი აქვს და უშუალოდ შენი მიმართულება ამ საკითხით რა არის? მეტაფორულად კოუჩი ზუსტად ამ ფუნქციას ასრულებს, არის რაღაცნაირი გამყოლი ადამიანის ეტლით. გამყოლი მეტაფორულად რო ვთქვათ, ოღონდ საჭესთან ზის კლიენტი. რა კავშირი აქვს სულიერებასთან და თუ აქვს? ადამიანს განვიხილავთ როგორც ერთ მთლიანობას და მუშაობთ მის გონებასთანაც, სამშვენიოლთანაც და სულთანაც. სიღრმისეულად კოუჩი თუ მუშაობს და ხედავს ადამიანის სულს და მასთან იწყებს მუშაობას, მაშინ მართლაც საოცრებების მოხდენა შესაძლებელია კოუჩინგის პროცესში. ბოდიშვილი კიდევ ერთხელ ვიძახი, არ ვებრძვიმე ფსიქოთერაპიას, უბრალოდ მაინტერესებს რა პროცესია ეს. შემოგახედებ იმ კარში, სადაც კოუჩინგის პროცესი მიდის და ფსიქოთერაპიის პროცესი მიდის. ხშირად ჩვენთან მოდიან საკმაოდ წარმატებული ადამიანები, მაგრამ შინაგანი სიცარიეები აქვს. რაღაც არ არის ის, რაც როგორი ცხოვრებაც მათ უნდათ ქონოდათ. შენ თვითონ რამდენად გეხმარება ის, რომ გაქვს ეს სასტუმრო ცხოვრების პრაქტიკაც და მათ შორის მოსწორთან ურთიერთობის პრაქტიკაც და პლუს პროფესიულად დაკავშირებული ხარ ამ საქმესთან? მენატრება ის მდგომარეობა, როცა მე ახლანდელთან შედარებით ვთვლი, რომ მაშინ სულიერებაში ვიყავი და ძალიან მენატრება ხოლმე ის მდგომარეობა და არ ვიცი ეგ როგორ გამოვიწვიო ხელახლა. ჩემთვის სულიერება არის რაღაცნაირად შინაგანი განზრახვა, რომ სინათლის მხარეს ხარ. იცი, რომელ მხარეს უნდა იდგე.